RMG-ზე უნდა ვილაპარაკო. ცოტა ხნის წინ აუქციონზე იჯარით გადასაცემად გამოვიდა ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი, რომელიც ჯერჯერობით ხალხს ეკუთვნის. ჯერჯერობით. სად მდებარეობს ეს მიწა? პირდაპირ სახლისი ყაჩაღიანის საბადოს ცენტრში და ირგვლივ გარშემორტყმულია ტერიტორიებით, რომლებზეც უკვე მუშაობს კომპანია RMG. მათ შორისაა აფეთქებული საკუთრებიც. დიდი დაფიქრება არ არის საჭირო იმის მისახვედრად, თუ ვინ იქნება ამ მიწით ყველაზე მეტად დაინტერესებული. რა თქმა უნდა RMG. თან თუ იცით, ან თუ წარმოიდგენთ რა არის იჯარის საწყისი ღირებულება. წლიურად მხოლოდ 15,000 ლარი. ამ დროს ამ მიწის ქვეშ შეიძლება მილიონებად ან საერთოდ მილიარდებად ღირებული ოქრო აღმოჩნდეს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია RMG ამ მიწას, რომელიც მას ჯერჯერობით არ ეკუთვნის, უკვე იყენებს, რაც კანონდარღვევაა და ახლა აუქციონი სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ კომპანიამ ეს მიწა იაფად ჩაიგდოს ხელში და მისი სამუშაოებიც კანონიერი გახდეს. შესაძლებელია სწორედ ამ მიწაზე მიმდინარე არაკანონიერი საქმიანობის დამალვაა იმის მიზეზი, რომ ნაკვეთამდე მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ ამის საშუალებას არ მოგცემენ. ჩვენი ჟურნალისტი მიშა სესიაშვილი მაინც შეეცადა. ნახეთ რა მიიღო შედეგად. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც აქტიური სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მიმდინარეობს. აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში არის ისტორიული საკტრისი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს და ჩემგან ხელმარჯვნივ სწორედ საკტრისის საბადოს ხედავთ. აქ აქტიური მოპოვებითი მუშაობა მიმდინარეობს. აქედან არ ჩანს, მაგრამ იქ არის საკმაოდ დიდი კარიერი ამოღებული და აი ოდნავ ზევით უკვე ხედავთ სანაყარო არის მოწყობილი. ჩვენი ინტერესის ობიექტი აი ამ ხეობაში ოდნავ უფრო მაღლა არის. ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ტერიტორიასთან და ვნახოთ ის ფერდობი, რომელიც საჯარო აუქციონზეა გამოტანილი. რამდენიმე დღის წინ ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე იჯარით გადასაცემად 16 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო მიწა გამოიტანა. მიწა სავარაუდოდ მთის ტყიანი ფერდობი უნდა იყოს და ის საკტრისის საბადოს შუაგულშია მოქცეული. მას უშუალოდ ემიჯნება ეგრეთ წოდებული სამტვრევი და ციანიდის მოედანი, სადაც მადნის დამუშავება ხდება. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტერიტორიის ნაწილი კომპანიას უკვე მითვისებული აქვს და ახალი აუქციონი ქონების მართვის სააგენტოსა და RMG-ს ერთობლივი ფიქციაა. ეს არის საჯარო აუქციონის განცხადება. გამოტანილია ლოტი 16 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო მიწა, ფასი საწყისი არის 15,000 ლარი. აუქციონი წარმოებს იჯარაზე და არა საკუთრებაში გადაცემაზე და ის მთავრდება 20 მარტს. ჩვენ საკტრისის საბადოს ერთ-ერთი კარიერისკენ მიმავალ ფერდობს მიუყვებით, რომელსაც დღეს კომპანიის თანამშრომლები რატომღაც არ აკონტროლებენ. ვცდილობთ გეოლოკაციის მეშვეობით გავიკვლიოთ გზა და მივაგნოთ ადგილს, რომელიც საჯარო აუქციონზე იყიდება. ტერიტორია, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი, არის საკმაოდ ციცაბო ფერდობი, როგორც აქედან ჩანს და არის სავარაუდოდ ტყე. თუმცა ეს აუქციონზე იყიდება როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწა. გზადაგზა უფრო და უფრო ხშირად ხვდებით სამთო სამუშაოების კვალს. ალაგ-ალაგ სავარაუდოდ მადნით გავსებული ცელოფნის ტომრები ყრია. რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი გარემოსთვის და ადამიანისთვის, თავად განსაჯეთ. არ ვიცი, რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, სხვადასხვა ფერის ნივთიერება დასაწყობებული ცელოფნის ტომრებში. ერთ-ერთ კარიერამდე მივაღწიეთ. აქედან საშუალება გვაქვს უკეთ დავინახოთ გასაყიდი მთის ფერდობი. აქედან შეუძლებელია იმის გარჩევა და იმის თქმა, თქვათ, რა ხდება იქ. არის იქ ტყის მასივი, რაღაც ტერიტორია დამუშავებულია თუ არა, ან საერთოდ აი რასთან აგვაქვს საქმე. გზას ვეღარ ვაგრძელებთ და უკან დაბრუნება გვიწევს. უფრო ახლოს მისასვლელად ჩვენ მოგვიწევს დაბრუნება ისევ ტრასაზე დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის გავლა და მისვლა უსაფრთხოების გამშვებ პუნქტზე. ნახოთ შეგუშვებენ თუ არა და მოგცემენ თუ არა საშუალებას დავათვალიეროთ ადგილი, რომელიც საჯარო აუქციონზეა გამოტანილი. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების თანამშრომლები გვაჩერებენ და სპეციალურ ნებართვას გთხოვენ იმ ადგილამდე მისასვლელად, რომლის დათვალიერებაც წესით ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს თავისუფლად უნდა შეეძლოს. ნაკვეთი 16 ჰექტარი. აი ამ ხეობის გაყოლებაზე საჯარო აუქციონზეა გამოტანილი. ხო და გვინდა რომ დავათვალიეროთ ნახოთ ან ჩვენ ვერ შეგიშვებთ ნებართვა უნდა აიღოთ. კომპანიიდან აგვიხსნეს, რომ შესაბამისი ნებართვის აღებას რამდენიმე დღე და მცირე ტრენინგიც დასჭირდება. თუ კი RMG-ს გარდა სხვა მას გამოთქვა სურვილი მიწას დაეპატრონოს, მაშინ გაუგებარი ხდება, როგორ მოახერხებს ის ამ ადგილამდე მისვლას, ან საერთოდ რაში გამოიყენებს ტყიან ციცაბო ფერდობს, რომელიც კარიერების, ციანიდის მოედნისა და მადნის სამტროვის შუაა მოქცეული. ჩვენ ელემენტარულად ეხა აი ამ წუთას გვინდა დავათვალიეროთ ეს 16 ჰექტარი ტყის ტერიტორია, რომელიც იყიდება
15,000 ლარად. იგივე შლაგბაუმი მეორე დღეს არც საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის გაიღო. ჩვენ რეალურად ვითხოვთ შესვლას არა RMG-ის ტერიტორიაზე, არამედ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ 16 ჰექტარი ტყის მონახულება გვინდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოტანილი 15,000 ლარად აუქციონზე, რისი უფლებაც აქვს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქის. როგორც მინიმუმ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რატომ არ გვაძლევენ უფლებას მოვინახოთ ის 16 ჰექტარი ტყე. ეს არის ის 16 ჰექტარი ტყე, საიდანაც ახლა ივანიშვილი აპირებს ასობით მილიონი დოლარი იშოვოს. და ოქროს მოპოვებითი სამუშაოები აწარმოებს. უფრო ნათელი რო გავხადო, დაახლოებით 3-ჯერ მეტ თანხას იშოვის ახლა ივანიშვილ მამაცაშვილი, ვიდრე საყდრისის აფეთქების შემდეგ მან მოიპოვა. ოპოზიციის განმარტებით სახეზეა პოლიტიკური კორუფციის კლასიკური ნიმუში, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერით და მხოლოდ მიზერული ხარჯებით კონკრეტული კომპანია მილიონების შოვნას აპირებს. ტყის ფონდი იყო კი და ცხადი ახლა ტყის ფონდის აუქციონზე ან იჯარის გამოტანაზე მსგავსი საქმიანობის კომერციული საქმიანობის იკრძალება, ამიტომ მოხდა სტატუსის შეცვლა ეკონომიკის სამინისტრომ აიღო როგორც სახელმწიფო ქონება სტატუსი შეუცვალა, არასასოფლო-სამეურნეო მიწა გახადა და ეხლა გამოიტანეს. ამჯერად პერიმეტრი განსაკუთრებულ დაცვაზეა აყვანილი. შლაგბაუმზე ჩვეულებრივზე მეტი დაცვის თანამშრომელია. პერიმეტრს კი RMG-ის თანამშრომლები გულმოდგინეთ იღებენ ვიდეო კამერებით. არანაირი უფლება კანონის მიერ თქვენ ახლა არ გაქვთ შეგვიძლია გადაადგილოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს ის ნაწილი ტერიტორიისა, რომელსაც აკონტროლებს. ეს არის აი ეს ტერიტორია, რომელიც უნდა მოვინახოთ. 16 ჰექტარი. აქ გვაქვს საბუთები, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის RMG-ის საკუთრება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ჩვენ RMG-ის ტერიტორიაზე შეღწევას არ ვაპირებთ, ჩვენ გვინდა სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაადგილება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ყიდის და რატომღაც RMG-ის მოთხოვნის საფუძველზე გვეზღუდება ის უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონით მომჭებული. RMG-ის ეკონომიკის სამინისტროსთან გაარკვევთ ბატონო. კი ბატონო, ეკონომიკის სამინისტროსთანაც გარკვეულია, იქ სიტყვით წერია, რომ ჩვენ გვაქვს იმ ადგილის მონახულების უფლება. გვეუბნებიან თითქოს ისინი ელოდებიან დავალებას, სადაც სინამდვილეში ამ ჯიხურის უკან იმალება წარმოების დირექტორი RMG-ის, ანუ იმ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს ყველა კარიერს. აი ბატონი კობა მენავდიშვილი. მოდი, რატო იმალები? მოდი, რატო იმალები? რატო იმალება? დირექტორი კაცი ხარ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, მიზეზი რის გამოც საჯარო აუქციონზე გამოტანილი მიწა რამის სახელმწიფო საიდუმლოს დონეზეა დაცული, იქ არსებული დარღვევებია, რომლის გამჟღავნებაც არც კომპანიას აძლევს ხელს და სახელმწიფოსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. მათი ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი პოტენციური მყიდველი მოვიდეს, დაათვალიეროს, რომ მინიმუმ შედგეს ვაჭრობა და იყოს კონკურენცია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ესენი ჩვენ ახლა არ გვიშვებენ, არის შემდეგი, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ამ 16 ჰექტარზე და მათ არ უნდა რომ ეს ყველაფერი დააფიქსიროს კამერებმა. საყდრისის დაცვის კომიტეტში კი ფიქრობენ, რომ გასაყიდი ტერიტორიის ნაწილი მართლაც ათვისებული და დაზიანებულია. დასტურად კი გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნა მოჰყავთ. დასკვნაში წერია, რომ საყდრისის საბადოზე რამდენიმე ადგილი კომპანიას ისე აქვს ათვისებული, რომ ამისი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა. არსებობს ტერიტორიები საყდრისის საბადოზე, რომელსაც კომპანია უკანონოდ უნებართვოდ დიდი ხანი ამუშავებს. ახლა ამას წლების განმავლობაში არა მარტო ჩვენ აქტივისტები საუბრობთ, ამაზე საუბრობს თავად გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიის ინსპექტირების დასკვნაში, რომელიც 2016 წელს დადო. იქ არის მითითებული, უბრალოდ არის აღნიშნული, რომ გამოვლინდა ფაქტები, როდესაც თქვათ წიაღისეულ სარგებლობდა კომპანია, როცა თქვათ ამის შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. ასევე აი ეს ეგრეთ წოდებული ციანიდის მოედნები ქონდა ნაწილი გაკეთებული ტყის ფონდში და ამ დროს მას ტყის გაჩეხვის უფლება არ გააჩნდა და ასე შემდეგ. საყდრისის დაცვის კომიტეტში იმასაც ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ქონების მართვის სააგენტო მსგავსი სქემით RMG-ისთვის გადასაცემად კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ამზადებს, ამჯერად 17 ჰექტარის ოდენობით. ტერიტორია, რომელიც დღეს უკვე იყიდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საზღვრებში შედის. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ გაყიდვაზე თანხმობა ეკონომიკის მინისტრს მან მისცა, რადგან ამ მიწებით ისედაც არავინ სარგებლობს. არის თუ არა იქ ტყე, ან ხომ არ არის მიწის ნაწილი უკვე დამუშავებული, მერმა არ იცის. არა, არ მაქვს ნანახი, იქნება სავარაუდოდ საძოვარი და ბუჩქნარი რა, იმიტომ რომ მაგ ტერიტორიაზე ტყის განვითარება არ არის. იჯარით რომ არა, იყოს მაინც შეუძლია მაგანის სარგებლო შესაძლებლობა.
შესაბამისად რატო იღებს იჯარით ჯერ გადაწყვეტილი არის შეიძლება სხვა სუბიექტია დაინტერესებული ჩვენ ხო არ ვიცით ვინაა დაინტერესებული და ასევე აუქციონი რახან ტარდება შესაძლებელია ნებისმიერი სუბიექტი შევიდეს და ნებისმიერ სუბიექტმა მიიღოს მონაწილეობა გაიმარჯვოს ამ აუქციონში სხვაგვარად ფიქრობს სოფელ დმანისის მოსახლეობა სადაც ამბობენ რომ მათი ბაღების უდიდესი ნაწილი დასამუშავებლად აღარ ვარგა ეს არის მინდვრები ამას ჭირდება დასაკრელად თუ რაღაც ეს ტერიტორია და გამგებლობაში იყო ეს ტერიტორია ჭირდება რაღაც იმითოს საქმეზე ზედარიან მისული რა არ ვაძლევთ არ ვაძლევთ აგვარტები იწამლება ჩვენ არ ვიწამლებით ამ იმითია რომ აფეთქებენ და ეს მიწა რო იყრება ვინ და რატომ შეაფასა მიწის ღირებულება 15000 ლარად საიდანაც მილიარდები უნდა ამოვიდეს სააგენტოში გვეუბნებიან რომ აუქციონის დასრულებამდე მათი მხრიდან რაიმე კომენტარმა შესაძლოა პოტენციური მყიდველი დააფრთხოს დაახლოებით ასეთივე აზრზეა კომპანიაც რომელიც პოტენციურ მყიდველებს ალბათ ყველაზე მეტად აფრთხობს საკტრისი 2014 წლის დეკემბერში ააფეთქეს. საქსტატის მონაცემების მიხედვით 2015, 16 და 17 წლებში საქართველოსდან 214 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს დორე შენადნობი და 1 მილიარდ 2 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის კონცენტრატი გავიდა. ორივე მათგანის მოპოვებას ქვეყანაში მხოლოდ RMG აწარმოებს. კიდევ ერთი არეალი, სადაც RMG მალე ოქროს მოპოვებას დაიწყებს, საკტრისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ტანძიასთან მდებარეობს. აქ მძიმე ტექნიკას ჯერ მხოლოდ გზა გაყავს. თუმცა მოსახლეობა შიშობს, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. რადგან ბოლო პერიოდში მშენებლებმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება განახორციელეს. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და სამშენებლო ტექნიკას საშუალება არ მისცეს სამუშაოები გაეგრძელებინათ. კიბირით გამოვარდა ჩემი პოკოტე და საქმე გვემხობა. გუში შუა დღეზე და კი რაღაც გავგიზდი შიში. რატო უნდა მეშინოდეს? აი ჩვენ საძირკვეს გვითხრიან, აი იძულებულს გვითხრიან. როდია რომ გადავიდე. საწავიდეთ ხალხო. ჰაერს გვიწამლავენ. ყე გადაჩეხეს. რას გვიკეთებს? აქ აფეთქეს სახლება დაიწყეს ზანზარი აი მეგონა რომ მიწისვა და ბავშვები გამოვარდა სახლიდან კიბილი დაიწყეს მიწისვა არ მოკვდეთო რა ტერიტორია უნდა მოთხარო რო საბატო ეს ტერიტორია რაც მოჭრილი არის ეს მოდა მოთხარო ჯეჯრობით ეს არის სახლები თქვენი და აი იქ იქნება კარიერი ახლა კარიერი გვერდზე იქ იქნება აქ სამგაკიდან არის 5 კილომეტრში ადგილზე კომპანიის თანამშრომლებიც მივიდნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც 2003-დან 2012-მდე დღე არ იჭეხებოდა RMG ყველა ლიცენზია 21 წლამდე მათ შორის იყო RMG-ის წარმოების უფროსი რომელიც ოპოზიციის გამოჩენამ განსაკუთრებით გააღიზიანა და დრო რომელიც მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად უნდა დაეხარჯა პოლიტიკური განცხადებებს დაუთმო საკტრისი ვინ აფეთქა საკტრისი ვინ აფეთქა საკტრის მოუხდა სტატუსი წინა ხელისუფლება ხელისუფლება შენთვის ვიქნები მილიონებს არ გაშოვნიებ ჩვენ მილიონებს არ გაშოვნიებ მილიონებს არ გაშოვნიებ მილიონებს არ გაშოვნიებ და ბედუკაზე მოიგეთ ეს იყო ამისი ძმა ეს უფროსი 2011 აბა ვინ იყავი 2005-დან 2011 შენი ძმა შენი დაპირისპირების შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა ტერიტორია ისე დატოვეს რომ მოსახლეობამ მაინც ვერ გაიგო რა ელის წინ და უნდა ეშინოდეთ თუ არა იმ აფეთქებების რომელიც მათი სახლებიდან რამდენიმე კილომეტრში ხორციელდება ჩემს უკან ხედავთ თაც რომელიც სულ მალე გახდება ოქროსმადნის ახალი საბადო და ახალი კარიერი სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობს და რამდენიმე დღეა აქ ისმის აფეთქების ხმები არა და აი ამ ხეობაში სამშენებლო მოედნიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში პირველ ისტორიულ ძეგლს ხვდებით ეს ხულუტის ციხეა ეგრეთ წოდებული ბნელი ხევის საბადოს მიმდებარედ ორი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლია. ხულუტის ციხე ერთი მათგანია, მეორე კი ფიტარეთის მონასტერია. ძლიერი აფეთქებების შედეგად შესაძლოა ფიტარეთისა და ხულუტიც ან დაზიანდეს, ან საერთოდ განადგურდეს. მოსახლეობა კი ამტკიცებს, რომ ტყეში კიდევ რამდენიმე საკტრისა და ციხის ნანგრევებია, რომლებიც ამ დრომდე სათანადოდ არავის შეუსწავლია.